მართალი გითხრათ, რადგან მე არ აღმოჩნდი ამ კონცერტში და არც თბილისობის კონცერტში, ამის გამო მე პრეტენზია ნამდვილად არ გამომითქვამს. უბრალოდ მე ქალბატონი მაკაცარიას აი ამ კომენტარმა გადამაწყვეტინა რომ მოსულიყავი, იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფელი და უპასუხისმგებლო განცხადება. კონკრეტულად ის რომ ყველას არ შეუძლია იმღეროს ცოცხლად ამას გულისხმობ. ცით რა ერთი პრობლემა გასაგებია რომ არ მეძახი, არ არის პრობლემა. შეიძლება რომ არ დამიძახო ამ კონცერტში, მაგრამ როდესაც მოდიხარ ტელეეთერში და მე ვფიქრობ რომ ძალიან საპასუხისმგებლო თავმდაბლობაზე არის ეს ქალბატონი და აკეთებ ამ განცხადებას და თან მე მინდა ვთქვა ის რომ როცა ეს ქალბატონი ამ გადაცემაში ჩაერთო, მისი მოთხოვნა ყოფილა ესეთი, რომ მე არ შევალ დებატებში მომღერლებთან და მე უნდა დავასრულო ჩემი კომენტარით ეს გადაცემა. ეს რას ნიშნავს? ანუ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ეს აბსოლუტურად დაუფიქრებელი პასუხი იყო ამ ქალბატონისგან, მაგრამ აი ამის მერე მე მიჩნდება ეჭვი რომ ეს მიზანმიმართულად იყო ამ ქალბატონისგან აი ეს გახმოვანებული რომ თორმე ის მომღერლები ვინც თბილისის კონცერტში არ არიან ისინი ცოცხლად ვერ მღერიან. რა მიზანმიმართულად რა იყო მიზანი ანუ რისკენ მიმართა მან ეს განცხადება როგორ ფიქრობთ? ცირა ვერ მივხვდი, იმიტომ რომ მე მინდოდა იქ ეთერში შესვლა და ვერაფრით ვერ მოვახერხე, ვერ დაუკავშირდი და სხვათა შორის დღეს რომ მოვიდოდი ამ გადაცემაში მე დაგირეკე, იმიტომ რომ მივხვდი რომ ეს გოგო არ მოვიდოდა არა, ჩვენ უარი გვითხრეს მის მონაწილეობაზე დღევანდელ გადაცემაში, თუმცა აქ